აკეთებს რა. შეხით ხოზვაში. Mercedes თუ BMW. კალაშნიკოვი თუ არ სისტემა. და დღეს ვეცდები ამ კითხვები და ერთ-ერთს გავცნე პასუხი. რადგანაც მანქანისტარება არ ვიცი და არც სამზარეულოში არა ვარ, ვხვდებოდით რომ ბოლო კითხვაზე მოგვიწევს პასუხის გაცემა. AK სისტემა ჯობია თუ AR სისტემა. თავის დადებითი უარყოფითი მხარეებით შევაფასებთ ორივეს და მივართ ჭეშმარიტებამდე. მოკლედ მეგობრებო, დღეს ვეცდებით, როგორც თავშივე გითხარით, გავარკვიოთ რომელი იარაღი ჯობია. ჯობიაზე ცოტა ისეთია რა, საუბარი, მოდი თავშივე შევთანხმდეთ, რომ ჯობნის ჯობი არ დაილევა, მანდ უკვე გემოვნებაზეა თანამედროვე იარაღებში მით უმეტეს საუბარი, ბევრ რამეზე, ბიუჯეტზე, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. პლუსებს და მინუსებს, რა დადებით და უარყოფით მხარეებს ჩამოვთვლით ორივე იარაღის. ყოველ შემთხვევაში ვეცდებით და თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი გინდათ AR სისტემა თუ AK სისტემა რა. ანუ მუშურგლეხურად რო ვთქვათ, M4 თუ კალაშნიკოვი. მოკლედ, მოდი ჯერ ახლა კალაშნიკოვის სტუმარია, პატივიცეთ და სტუმრის ემით დავიწყოთ იარაღით. როგორც უსაფრთხოების წესები გვეუბნება, დავწმუნდეთ, რომ იარაღი სარელა. აჰა. ეხლა გავაგზავნოთ. ჩვენთან არის Saiga MK M3 იმპარატურას. საექსპორტო ვერსია 762-39-ზე. დასაკეთsi კონდახით. ძალიან მომწონს. აი პირველივე პლუს საქმე ვაწყდებით ამ იარაღის, რომ კონდახი ეკეცება და გაცილებით მარტივი გადასატანი და სატარებელი ხდება ეს იარაღი. შეგახსენებთ, რომ ორივე იარაღი ტარების უფლებით ფორმდება საქართველოში. როგორც სანადირო იარაღი ისია და ის გადატანაზე და ტარებაზე არანაირი პრობლემა არ არის. შემდეგი მისი უპირატესობა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, რასაც ყველაზე მეტ პატივს ვცემ და მეტად მომწონს ამ იარაღში არის ის, რომ ჩვენი მტრის შეიარაღებაზე დგას და მტრის აღჭურვილობას აუცილებლად უნდა ვიცნობდეთ. მეორე ვარიანტი და კარგი არის ის, რომ ზუსტად საბრძოლო იარაღის ასლია. ანუ ეს თუ იცი კალაშნიკოვიც იცი რა. თითქმის არ არის განსხვავება, მარტო ავტომატური ცეცხლშია განსხვავება, დანარჩენი ნაწილები ეს ზუსტად ერთნაირი აქვს ამას AK-74-ს და გარკვეულწილად AK-47-საც. ანუ კალიბრში და რაღაც მცირე რაღაცეებშია განსხვავებები. მესამე რაც ძალიან მომწონს ამ იარაღში არის ის, რომ გამძლეა. კი, ვიცი, ახლა ვიღაცა აქ სადღაც წააწერს, რომ იცი რა, თანამედროვე M4-ები უფრო გამძლეა, ან ზუსტად იგივე დონის კი ბატონო. თანამედროვე ახალი AR სისტემა უკვე გვაძლევს იმ საიმედოობას, რომ კალაშნიკოვის ყბადაღებული სანდოობა აღარ იყოს იმდენად სასაუბრო, მაგრამ ეს ჩვევაში გამჯდარი ხასიათში გადასული სანდოობა მაინც ბევრ რამეს წყვეტს ჩემთვის მაგალითად და კაი ვარიანტია რა, მოდი ასე ვთქვათ. კიდე პლუსი რა, ძლიერი ვაზნა. 762-39-ზე გაცილებით მაღალი შემაკავებელი ძალით გამოირჩევა, ვიდრე თუნდაც 5.55 ან 5.56 კალიბრები. იარაღიც ნაკლებად იცვთება, იმიტომ შედარებით ნელი ვაზნაა და დიდხანს გაგვიძლებს ამ იარაღებს, რო ვფიქრობ, ფაქტობრივად ლიმიტზე რო აი დულა გაცვდება და მოკვდება, სანერვიულო არა გვაქვს. ნუ თავიდან საიგებს კი ქონდა ქრომთან ცოტა ოდენი პრობლემები, მაგრამ მე გამოასწორეს და საექსპორტო ვერსიებში კიდე როგორც ვიცი, ყოველთვის შედარებით მაღალი ხარისხის იარაღებს უშვებდნენ ხოლმე. მესამე არის ფასი. გინდა არ გინდა, მე-4 იყო, ბოდიშით. კანახის მე-4 იყო. ჯანდაბას იყოს მე-4, მაგრამ სამის მერე სულ ერთი. ფასი ამ იარაღში თავის დროზე გადახდილია 2000 ლარი. ეს იყო დაახლოებით 2020 წელს მე მგონი, ხო? კი ბატონო, ეგეც ხსომებია და 2020 წელს გადახდილია 2000 ლარი. კი 2020 წელს AR-იც იაფიღირა 3000 ლარის ფარგლებში იყო, მაგრამ მე რაღაცეები ემატება და
ნუ AR-ს ზედაზღვარი ბიუჯეტის არ აქვს. ეს ფაქტურად უკვე ეგ არის, რაც წყიდლობ ეგ არის. ეგ შეიძლება მინუსშიც გაატარო და მინუსშიც მოუწევს, მაგრამ პლუსშიც აქვს ადგილი, რომ ძალიან იაფი იყო. ეხლა გადავიდეთ ამის მინუსებზე. ძიმეა. გაცილებით ძიმეა ვიდრე AR-ი. რთული მოდერნიზება, ანუ გაუმჯობესება რაღაც ნებისმიერ ნაწილის შეცვლა არის ძალიან რთული. ნუ სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, ამისი ბევრი რაღაცებიც არ გამოდიოდა იმდენი რომ არ იქაგეთქვა რომ აი ის არის და ეს არის და იშოება. დღეს უკვე ყველაფერი რაც AR სისტემაზე იშოება ის გაუმჯობესებები აკასთვისაც ხელმისაწვდომია, მაგრამ AR-ზე თუ უბრალოდ აი ფეხში გადავიხადე 25 ლარი გამოვიწერე დავაყენე და ერთი სამლარიანი ლოქტაიდი წაუსვიზე და არის, ამას უნდა შევცვალო ჯერ. სახელური მერე გამოვიწერო ეს, მერე ის, მოვარგო და ასე ვიწვალო, ანუ საწვალებელია რა, მოდი ასე ვთქვა. და უფრო ძვირი ღირს. სულ ელემენტარულ ნაწილს კოლიმატორის დაყენება რომ მოგინდეს, თლიანი ჩარჩოს შეცვლა გიწევს, ან ამის შეცვლა, ან სამიზნის მექანიკური სამიზნის მოხსნა და ასე ვცელდება ყველა ერთ-ერთ სახელურია, მარტივად გამოწერ, იყიდი, მოხსნი და არის. და ჩემი ყველაფერი საწვალებელია. შემდეგია ჭიდები. კარგი, ხარისხიანი კალაშნიკოვის ჭიდები. მინიმუმ ორჯერ ძვირი ღირს ვიდრე AR-ის ჭიდები. და რაც მთავარია, არც იმდენად არ იშოვება რა. საერთოდ გამოწერები ასე შემდეგ, ნუ საქართველოში არ იშოვებთ საზღვარგარეთ, კი ბატონო, ჩვენი გვაწყვეტს. ამიტომ ესეც ან ფასები, ან ნაწილების და გაუმჯობესების ჩემთვის მაგალითად ერთი დიდი მინუსია. კიდევ ერთი მინუსი არის ვაზნები. ყველაზე დიდი მინუსი და აი გადამწყვეტი ფაქტორი, როდესაც მე ვყიდულობდი იარაღს და ავირჩი AR-ი და არა კალაშნიკოვი, აი AK სისტემა, აი ზუსტად ეგ იყო გადამწყვეტი. ერთი რომ ძალიან ძვირია, 4 ლარამდე ღირს რამის ამის ვაზნები და მეორე, შოვნადო არის შოვება. ანუ ფას კიდე რაღაცნაირად მოაგვარიყა ის სამსახურში შოვი ადამიანი და მაღაზიაში მიხვალ და ხან არის, ხან არ არის ტყუები რა. ანუ ხშირად არის ისეთი შემთხვევა, რომ ფული შეიძლება გეჭიროს ხელში, მაგრამ ვაზნები ვერ იყიდო, იმიტომ რომ მაღაზიებს არ აქვთ. აი ეგ იყო ერთ-ერთი, რა ვიცი, 80% მაგან გადაწონა იარაღის ყიდვისას. რთულია, მაგრამ ჩემი აზრით, ვინც იარაღის მოყვარულია, ვისაც უნდა ცეცხლსასროლი იარაღი ქონდეს და ამ მიმართულებით გამოცდილება, მით უმეტეს აცნობიერებს, როგორ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ვინ არის მტერი და ვინ მეგობარი, აუცილებლად კალაშნიკოვთანაც AK სისტემასთან შეხება უნდა ქონდეს, იცნობდეს ამ იარაღს და რავი. მე ძალიან მიყვარს, თუნდაც იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი პირველი იარაღი AK იყო, AK 74, ხელში გაწყობილი აუგალამაზი. პირველად რო ვნახე დღესაც მახსოვს, პირველად რო ხელში დავიჭირე ჩემი პირველი AK 74. ძალიან მიყვარს ეს იარაღი, მაგრამ სულ ეგ არის რა, პლუსიც ეგ არის, მინუსიც ეგ არის. ეხლა თქვენ გადაწყვეტეთ გიღებთ თუ არა. და შევადა, ანუ მე არ ვიძახი რომ მაინც ეს უნდა იყიდოთ, ან ეს უნდა. უბრალოდ ორივეს პლუსებს და მინუსებს გესაუბრებით. ხო, კიდე პლუსებში გამორჩა მიზანი. ანუ კი, აქედან გამხეცე, მაგრამ ზუსტი სროლისთვის შექმნილი იარაღი ეს არ არის. ამის პირველი პლუსი ზუსტი სროლა არ არის. უფრო საიმედოობა და სანდოობა იყო ამ იარაღის გათვლა და არა ზუსტი სროლა. შემდეგი ჩემი კუკლა Armalite AR-15 11.5 ინჩი ლულით პრიზმული სამიზნით და ასე შემდეგ. ამის პლუსებს ახლა მივყვეთ. პირველი მოდულურობა ცალსახად, ანუ ნებისმიერ კონფიგურაციით შენ როგორც გესიამოვნება, ისე შეგიძლია აწყო, შეგიძლია იყიდო გრძელულა, მოკლელულა, ორიაფერი, ფანარი, სამიზნე, კონდახი, სახელური, აი ყველაფრის გამოცვლა შეგიძლია, თავისუფლად დაკიდებული ჰენდგარდი, აი აღარ შეგიძლია შეცვალო რა ამ იარაღზე. და თან ძალიან მარტივია ამისი გადაწყობა რა. უბრალოდ იყიდით ნაწილებს გამოიწერ და ორი ჭანჭიკის მოჭერა და შვება უნდა და მეტი არაფერი. 80% ყველა ერთმანეთზე მიდის, ვისი ვისაშია ვერ გაიგებ. ეგრეა მოვართ 15 რატომ მიყვა.
მეორე არის ამისი პლუსი ზუსტი სროლა. ანუ კარგად აწყობით დაბალანსებული AI-დან შეგიძლია საკმაოდ ისე შთამბეჭდავ მანძილებზე ისროლო ზუსტად. მესამე ვაზნები არც თლად იაფი არ არის ამისი ვაზნების და 2 ლარი პლუს და 3 ლარამდე მე პროსტ ეხლა ლარი და 80-ში წამოვყარი თვალი 1-2 მაგრამ რაც თავარია სუიშოება. სუ არის და საქართველოს შეიარაღებული ძალების თავარ კალიბრათაც 5.56-ია, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ქვეყანაში ამ ვაზნების შემოდინება არ შეწყდება. სულ იქნება. კიდევ ერთი პლუსი არის წონა. ამ იარაღის. ძალიან მსუბუქია. მაგალითად, მე რო იარაღს ყიდულობდი, სულ რამდენიმე მოთხოვნა მქონდა. უნდა ყოფილიყო 11.5 ლულად, უნდა ყოფილიყო ქრომირებული ლულა და უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება მსუბუქი, დანარჩენს არაფერს არ უყურებდი. მინიმალისტური და ძალიან მსუბუქი უნდა ყოფილიყო იარაღი. და მსუბუქიც არის, აი ასე გაწყობილი 3 კილოა სულ რაღაც. ამას უყენია ფანარი, შედარებით მძიმე პრიზმული სამიზნე, ალმაქრი თავის გამცველით, კომპენსატორი უბრალოდ. და ასე შემდეგ. მეტი არც არაფერი არ უყენია პრინციპში, რაც არ ჭირდება ისეთი. და ღვედი. კომპაქტურობა ვთქვით, მოდულურობა ვთქვით, მიზანი ვთქვით, ტყიების სიაფე ვთქვით, ნაწილების სიმარტივე და საერთოდ ყველაფერია. კონდახი ხელი, აი მორგება, შენ როგორც გინდა ის შეგიძლია მოიგო და თან ძალიან იაფად და მაგაზეც ჩავწერ ვიდეოს, რამდენად იაფად არის შესაძლებელი AR-15-ის მორგება. ეხლა მინუსები. ძვირია თვითონ იარაღი. ეს რახ. პირდაპირ ძვირია. ნუ ძვირი როგორ ეხლა აკასთან შედარებით მაღაზიაში მაინც ძვირია. ზეღრა ის და ეს ძვირია. საქართველოს საშუალო ხელფასის ყალობაზე საკმაოდ ისეთი. მეორე არის რომ ბიუჯეტის ზედაზღვარი არა. ანუ განსაკუთრებით ეს პრობლემას წარმოადგენს ჩემი აზრით დამწყებებში, როდესაც ყიდულობენ იარაღს და მე გაიხედა უცბად რომელიმე იარაღის არხს ან რაიმე Facebook ჯგუფს გამოიწერ და იმდენი რაღაც იყიდება. ისეთი, აი თითქოს ერთი შეხედვით ხელმისაწვდომი 20, 25, 100, 200 ლარებში 200 ლარად ფანარი ვიყიდი, აი ის უკეთესი ფანარი მოჭდა, აი აქ ლაზერი გაიჭდა, აქ რაღაც, აი ეს ყველაფერი იარაღზე რო დგება და თან მარტივად შეგიძლია შეწროხ, ამას დაგეზარება ბოლო ლაზერის დასაყენებლად იმდენი რაღაცა უნდა იყიდოთ ცალკე, რო სულ დაგიკარგავს იმ ლაზერის სულს. აქ ერთი ხრახნია მოსაჭერი რა და მოდი ამაი იკარგებიან ხოლმე მე იარაღის მოყვარულები და ადის ბიუჯეტი რა. თან როგორ აი ხა მე შეგიძლია ლულა გამოწერო მაღაზიაში ხარ კარგი ლულა და გვხდება უფრო და გინდა. მე მოკლე იარაღს იყიდი და ძალიან მარტივია ამის აფერის შეცვლა რა. უბრალოდ ბიუჯეტი თქორე 1 საათში აწყობ ამის ახარაფერს. მოკლე იარაღს იყიდი და შორს როლა მოგინდება ძმაკაცი ყავი და 16-იანი ლულა გათხრილი და ისურის 500-600 მეტრზე ადგები შენც იყიდი გზელს. მე გზელი იარაღი მოკლე ლულა მოგინდება რომ აი ახლოში კაია და ნუ მოკლედ ბიუჯეტის ზღვარი არ აქვს რა და ხრაი შხვილით მიაქფული. ასე რომ მაინც ფინანსებთან მივდივართ AI-ის შემთხვევაში. დანარჩენი სანდოობა ორივე იარაღი სროლელისთვის, სამოქალაქო სროლელისთვის არც ერთი იარაღის სანდოობაზე სანერვული ჩემი აზრით არ არის. ანუ არც რესურსზე, იმიტომ რომ რავი, იმდენი ფული თუ გაქვს რომ 4 ლარიანი ტყუებით ამისი რესურსი ამოწურო. რა განერულებს იმ გახვალდა იმ 3000 და 4000 ლარს გადაიხდი და ახალი იარაღს იყიდი ის. თუ ფული არ აქვს კიდე რა ვქნა ზმა 4 ლარიანი ტყუებით ამის რესურსი ამოწურვა. მინიმუმ 20000 ხო აქვს რესურსი. 4 ლარიანი ტყუებით 80000 ლარი. 80000 ლარი ტყუებში გაქვს რესურსსაც აღარ წუწუნებ. უკეთ ამ ორი იარაღის პლუსი და მინუსი ჩემთვის არის ეს რა. დანარჩენი კიდე მორგება და გემოვნება მაინც რა. თქვენ თუ გინდათ კომენტარებში წააჯღამნეთ ვის რომელი იარაღი გირჩევიათ და რატო. ეს რო ყიდულობდე ისე AR-ს ვიყიდიდი მე პირადად, იმიტომ რომ აკა წლების განმავლობაში მქონდა და მიჩვეული იყო და საკუთრებაში ჩემი საკუთარი AR-ი არასოდეს არ მქონია და ძალიან კარგი გამომადგა, ამაშიც გამიმართლა, რომ კარგი იარაღი შემხვდა და
ხელზე ვიყიდე და კარგად გამომადგა. ო, დანარჩენი სულ ეს იყო რა. მომა შეხვედრამდე.